ვახტანგ კომახიძემ დაახლოებით 10 დღის წინ გამოაქვეყნა წერილი Facebook-ზე, სადაც ლაპარაკობდა ინფორმაციაზე, რომელიც მას მიაწოდეს, რომ თავდასხმა მზადდება ბიძინა ივანიშვილს. ჩვენ გადავწყვიტეთ ვინ მეწასული იყო და მე წავედი, იმიტომ რომ მე და ვახტანგ კომახიძე დიდი ხნის მეგობრები ვართ, კარგად ვიცნობთ ერთმანეთს და ვენდობით ერთმანეთს. უბრალოდ მე თან ვთხოვე წაყოლა ქართული ოცნების საინიციატივო ჯგუფის წევრს არჩილ კბილაშვილს, იმიტომ რომ ის არის იურისტი და ვიფიქრე რომ შეიძლება რაღაცა იურიდიული დახმარება დაგვჭირდეს. თუმცა იმ საუბარს, როცა მე და ვახტანგ კომახიძე ვლაპარაკობდით უშუალოდ ფაქტზე, კბილაშვილი არ ესწრებოდა. ვახტანგ კომახიძემ გაიმეორა, რაც თავის წერილში თქვა, ანუ თქვა რომ პირველი მზადდება მას შეატყობინეს ინფორმაცია მისთვის ძალიან სანდო ადამიანმა, რომ მზადდება თავდასხმა ბიძინა ივანიშვილზე და მეორე რომ ეს თავდასხმა უნდა მოხდეს სადმე რეგიონში. დამატებით რაც მე მითხრა, თქვა უფრო მეტი დეტალებზე ვილაპარაკეთ ბუნებრივია, ვიდრე მის მოკლე წერილში იყო ლაპარაკი, იყო ის რომ თავდასხმაში უნდა მონაწილეობდეს მინიმუმ 2 ადამიანი, რომელთაგან ერთის ლიკვიდაცია შეიძლება მოხდეს ადგილზე, თქვა დაცვის მიერ და ამ შემთხვევაში მეორე ადამიანი უნდა გამოჩნდეს, რომელიც ითქვას რომ მეც მონაწილეობდი ამ თავდასხმაში. მომზადებაში, ან უშუალოდ თავდასხმაში, იმიტომ რომ ვინმე აუცილებლად უნდა წარსდგეს სასამართლოს წინაშე. ერთი კაცი მაინც უნდა გასამართლდეს და ამისთვის არის 2 ადამიანი, ამისთვის ამზადებენ 2 ადამიანს. კითხვა იყო ბუნებრივია ჩემი მხრიდან, რომ რატომ ვახტანგ კომახიძე და რატო არა ვინმე სხვა. რაზეც პასუხი იყო ჩემთვის ძალიან დამაჯერებელი. პირველი, იმიტომ რომ ის ადამიანი, რომელიც ვახტანგთან ჩავიდა და იცნობს ვახტანგს ძალიან კარგად და ენდობა და მეორე საქართველოში ნებისმიერმა ადამიანმა რომ მიიღოს ეს ინფორმაცია მას უჩნდება ვალდებულება ქართული სამართალდამცავების წინაშე რომ გასთქვას ყველა დეტალი რაც მან იცის მათ შორის ინფორმაციის წყაროც და ეს ბუნებრივია საფრთხეს უქმნის ინფორმატორების როგორც სიცოცხლეს ისე უსაფრთხოებას და რა ვიცი ყველაფერს და ვახტანგ კომახიძეს შეუძლია ითანამშრომლოს გამოძიებასთან შეუძლია მისცეს მას ჩვენება გამოძიებას და ის მზად არის ეს გააკეთოს, ოღონდ ვახტანგ კომახიძეს ვერ დააძალებენ, რომ მან გათქვას ინფორმატორი. მეც სწორედ ამიტომ არ მიკითხე ინფორმატორის ვინაობა, რომ ეს მე ვახტანგ კომახიძესავით დაცული არ ვარ, იმიტომ რომ მე საქართველოში ვარ. და ვახტანგ კომახიძე ამ მხრივ უფრო დაცულია და ეს კარგად იცოდა მისმა ინფორმატორმა. და მეორე დეტალი, ადამიანი რომელიც ჩავიდა ვახტანგ კომახიძესთან, კარგად იცნობს ვახტანგ კომახიძეს, მაგრამ უშუალოდ ინფორმაცია არის სხვა ადამიანისგან მომავალი და ეს არის უბრალოდ შუამავალი, რომელმაც ჩაიტანა ვახოსთან. ეს არის ის ჯაჭვი, რომელიც შეიკრა ამ შემთხვევაში. და მესამე, რატომ გადაწყვიტეს მაინც გამჟღავნება, ეს მაინტერესებდა მე და ვახტანგ კომახიძეს ამაზე ჰქონდა ძალიან დამაჯერებელი პასუხი, რომ არავინ არ ელოდება, რომ ეს ხელისუფლება იქნება მუდმივად, საფრთხეს ხელისუფლება წელს შეიცვლება არის ძალიან მაღალი და ბუნებრივია ყველა შეშინია, რომ ამ საქმეში მონაწილეობით ის პასუხს აგებს ადრე თუ გვიან. აი და სწორედ საკუთარი თავის დაცვისთვის მოახდინეს ამ ინფორმაციის გაჟონვა მასში ჩართულმა პირებმა. მე აბსოლუტურად მჯერა, რომ ვახტანგ კომახიძე ამბობს სიმართლეს და რომ ვახტანგ კომახიძეს მიაწოდეს ეს ინფორმაცია. უფრო შორს მე ვერ წავალ. ვახტანგ კომახიძეს სჯერა იმ ადამიანისა, ვინც მას ეს ინფორმაცია მოაწოდა.